შენისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენისე ღრმა ხარ, სამკვიდრო შენსდეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა, ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა, შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი, ტაო, შენისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო. სათითაოდ დაურიგოთ მეტი. Jamudi Maya massaulets as we check again. Nana massaulets. Maya massaulets. Maglo bachu. Tatuna massaulets. She is a model. Maglo bachu. Check massaulets. Powiedzcie. Idę wieczorem mogę sam. Romara, który polityków mi witareba, człowiek
წლიდან დაწყებული თვითონ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე ყველა საგანმანათლებლო სკოლა აღნიშნავდა დიდი ქართველი პოეტის, ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის 100 წლის იუბილეს. ჩვენი ღონისძიების მონაწილეებმა ბევრი იმუშავეს, რომ ღონისძიება გამოსულიყო მოსაწყენი და მშვენიერი. მათ თავიანთი საკუთარი ლექსებით შეძლეს მოსიყვარულებოდნენ ანა კალანდაძეს. თხოვთ მოусმინოთ მათ. ანა კალანდაძე კარგი პოეტია. მისი ყველა ლექსი მართლაც ლამაზია. მისი ყველა სიტყვა გულში ჩამწვდომია. სულს რომ შეეხება ეს ის ლექსებია. ლექს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მე არ დამიწერია. ის ჩემი ბაბუას ლექსების კრებულში აღმოვაჩინა და გთავაზობთ მათ. თებს გაზაფხული ველებმა ამცნეს, ბუჩს გამოექცა იათავნება. ცა საწვიმარი ღრუბლებმა გასცეს და გაიკვირგვეს იასამნებმა. თვარე შეუყვა მთაწმინდის კალთებს. თვარე შეუყვა მთაწმინდის კალთებს. უფალს ტახტრევანს აწვდის სამება. სარომ ახელდა ის ფერთვანებს. რაც აქ ჩურჩულეს იასამნებმა. პროფესიონალთა შეფასებით ანა კალანდაძეს არც ერთი ლექსი არ აქვს ოსტე. ყოველი ლექსი მის ერთმანეთზე ძლიერია, მაგრამ იმ ძლიერთა შორის რჩეული ლექსებიცაა. მათ შორის წაგიკითხავთ ანა კალანდაძის სავიზიტო ბარათს, საქართველო ლამაზო. ქარი გიმღერს ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი, ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნავადარი. საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? ცა ვარსკვლავები თინთება, სარც არის ის სადარი. თვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზადარი. დიდება, შენი დიდება, სხვა საქართველო სად არის? მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები, მხარგაშლილები, მთაში ტყედანაბინდები, ტყეში ქორგუდა ირმები, ბარად შრიალებ ჭადარი, გზეს უმღერიან ჩიტები, ხარეო მოსილო დიდებით, სხვა საქართველო სად არის? ლურჯი ბალახი მხარამდი, წყერი გოგმანობს ბალახში, თეთნულზე თოვლი მარადი, ვენახზე მზედა ბადახში. სხვა საქართველო ვინ ნახა? სხვა საქართველო სად არის? როს ვარსკვლავები ხმაურით, აი მთებიან სათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური, მეშვიდე ცაზიატანის, კლდეებში ჯიხვი დაფრთხება, გორში იტირებს სატანი, აყაჩოს გვერდს ვერაური, სხვა საქართველო სად არის? აქ დაიბადა სულიკო, მზისკენ გაფრინდა მერანი, და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვერს მოსჭრი და ალუდა, სით გაუშვებდა ლელაი. მათ ორბის მთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი, დაბლა შრიალებს მოლისებ, ანაი გაუყელავი, ფიქს დაუღლია ონისე, ბაქტრიონს მიდის ლელაი, თათ ორბის მთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი. ქარი გიმხერის ნანასა, ზღაპარს გიამბობ ჭადარი, ძეწნა მალერსით ამავსო, ეჭვების ნავადარი. საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? არ შემიძლია ანა კალანდაძის იუბილეზე და იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება, არ გაგიფრთხილოთ ანას ხედვა ქართული სულისა და ხასიათის შესახებ. ყოველთვის მეიმედებოდა და მეიმედება ქართველი კაცის მართალი და ამაყი ბუნება, მისი მარად ხიზელი გონება. იგი არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმას, რომ ვიღაცას ქართული მიწა-წყალი მიეტაცებინა და ქვეყანა ნასაყდრალს დამსგავსებოდა. ჩვენი დიდებული და დიდბუნებოვანი ერი არასოდეს ჩაიძირება
განუკითხაობის ზღვაში. დიდი პოეტები, გარდა სხვა მრავალი იშვიათი თვისებისა, ალბათ წინათგრძნობის ნიჭითაც არიან დაჯილდოებული. ვაჟა ფშაველას აქვს დაწერილი ნაკლებად ცნობილი ბალადა ანნა ბულტი. თუ როგორ იქცა ობოლი გოგონა ჩიტაც, თუ როგორ გალობდა, მე ყველა ჩაგრულზე, ყველა გულნადგენზე, ყველა მოურჩენელ სადგივარზე, თუ როგორ ამთელებდა მისი გალობით ყველა ჭრილობას, თუ როგორ იქცა მთელი მისი არსება, სინაზისა და სიყვარულის საუბარი. რა ტურფად გალობთ ტკბილადა, ამბობდნენ მისი სიმღერით დამტკბარი ხმები. ანნა ბულბული, ასე ქვია ამ ბალადას. მისი დამწერი თითქოს მართლა გრძნობდა, რომ საქართველოს უთუოდ მოვლინებოდა ასეთი სული. ეს კი მოხდა 1924 წლის 15 დეკემბერს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდის თავში, როდესაც დაბადებულა ანნა კალანდაძე. შემდგომში ამ თემაზე დაუწერია პოეტს შესანიშნავი ლექსი და როდესაც მზე შევხედე გვირგვინოსანს. მე ბოდიშ მოგიხდით და ერთ პატარა ჩართვას გავაკეთებ. ამ სიტყვას, ამ ლექსს და რამოდენიმე სიტყვას, რომელსაც ნინო მასწავლებელი და სხვები წაიკითხავენ, კითხულობს არაჩვეულებრივი გოგონა ნუცა გელაშვილი კითხულობდა, რომელიც ამჯერად საავადმყოფოშია და მის გულითა და სულით აქ არის და ვერ ესწრება. წუხელი გვიანობამდე ველოდებოდი, რომ იქნებოდა დღეს. ამიტომ შეიძლება ხარვეზებიც გქონდეს, ბოდიშს მოგიხდით ამისთვის. და როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, ბედი ჰქონდეს, თქვა შავთვალა ანგელოსმა, ბედი ჰქონდეს, ხა, არასოდეს, თქვა სატანამ, სხვას ფოლადის ხმალი დაჰკრა, სხვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიხა, სულში, გულში გრძნობა გაქრა, ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს, ხო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსას, იცი თურმე, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, ბედნიერი იყოს, უთქვამს ანგელოსსა, სატანამ თქვა, ხა, არასოდეს. საბედნიეროდ გაიმარჯვა ანგელოზის სურვილმა და იშვა ერისჩეული პოეზიის უსაყვარლესი დედოფალი. აირა სიგონებს პოეტი თავისი ბიოგრაფიით. დაუბადებულ ვარ მოსამსახურის ოჯახში. დედას ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის დამთავრებისთანავე სრულიად ახალგაზრდას დაუწყია მასწავლებლობა ხიდისთავში, სადაც შეხვედრია კიდეც თავის მომავალ მეუღლეს. მამა პროფესიით პროვიზორი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულს აფთიაქის თანაშემწის წოდება მიენიჭა და გადაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სმუნებლის თანამდებობას. ჩვენი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. იქ მივიღე პირველი დაწყებითი განათლება და საშუალო სასწავლებელიც. იქვე დავასრულე. სულ უმნიშვნელო ბიძგმა, სულ უბრალო შემდგომა. შეიძლება შეარხიოს ჩვენში ის პოეტური სიმი, რომელიც თითქოს ამ გარეგან ფაქტორს ელოდაო. გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან იმ ერთ შემთხვევას, რომელმაც სწორედ ეს სიმი შეარხია ჩემში და იმ თავითვე განსაზღვრა ჩემი მომავალი. ეს შემთხვევა რომ არა, შეიძლება პოეზიას არც დავკავშირებოდი. ჩემი პირველი პოეტური შთაგონება, ჩემი პირველი პოეტური სიტყვა, ჩემს მშობლიურ სოფელ ხიდისთავს უკავშირდება. სოფელს, რომელსაც შემდეგ წლებში ერთმანეთზე ლამაზი ლექსები მივუძღვენ. ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი, დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ, ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი, რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა, რა ჩურჩული დამდაგველი მწველი, ლამის სახლში შემოვიდეს თუთა, ლამის წელზე შემოხვიოს ხელი. ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია, ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი. ხეილები მოდიან და მოსტირიან, ქარი მოდის და ხეილებს მოსტირს. თაფლეს ის და საიც გულდა კოდილია, ჩემო კარგო, მტკვარიც გულდა კოდილი. ხეილები მოდიან და მოსტირიან, ქარი მოდის და ხეილებს მოსტირს. იშრიალე დიდო ვერხო, იგუგუნე დედამიწა,
გაიშალა ფოთლის სეხო, ყვავილები გააღვიძა. ტყევ დუმილი, გვეყო, მკვდარი არის, დღეს დუმს ვინცა, იშრიალე დიდო ვერხვო, იგუგულე დედამიწა. ღვთაებრივი მადლით ცხებული ანა კალანდაძე იყო. ბუნების მიერ პოეზიისთვის საგანგებლოდ შექმნილი იარა. მისი დაუშლეტელი სიყვარულის და მოწყალების გამოსახატავი. მეთერებამზე ალერსის მტოვას ვარდისფერად სამარ ჩამოთოვა მე მიგალობს როდი მიმატოვა თოხი დარა კაცაცინა როვა ხარი მათე ჯეჯილში ჩაიშრიალა თვალ გახელილმა ყანამა თით მობერილმა ნიავმა ნარგიზის იავნანამა ერთი აწია ჩიორა მუხიდან მომესალამა ია განგებამ დახატა თუ ფიროსმანის ყალამა ყაკაჩოს ღვინო სალხინო როგორ არ შესვა სანამა შუშუნა წვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა არაქვს ზემოთ არაქვს ქვემოთ წელამდია სათიბები კენკეშა და უკადრისა ნასათუთად ნატიფები ხელს ვინ გახლებს უკადრისაო თვანია გიტირდებიან ეს პეპლები ეს ფუტკრები რაღაც გადაგკიდებიან არაქვს ზემოთ არაქვს ქვემოთ ტყეებია მინდვრებია უკვდავების წყარვები კდებს გადმოკიდებია ყვავილებით სიმდენია ნასათუთად ნატიფები არაქვს ზემოთ არაქვს ქვემოთ წელამდია სათიბები როგორც ნახეთ ყვავილებს ანას პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უყვავებს აჯაკელი ქსანზე გავიცან უკადრისა კი არაგვის პირზეო გვამცნობს პოეტი თქვი არჯაკელი ხვია ქსანზე ვინ ჩამოიარა რავი ღრუბლებზე ვიქრობდი და არა გამიგიარა მეც სხვათა შორის ვიკითხე სალაპარაკოდ კი
დაინამება მინდვრად შროშანი, ციურცრემლითა, თოვლივით თეთრი და შესძრავს მიწას პატარა ჩიტი, ვარდის ქებითა, შემოვლენ როკვით კვალაცა ბარდნი, სურნელთ თქვენ. ზემოთ ჩამოთვლილი ულამაზეს ყვავილების გვერდით, ყაყაჩოს სიმშვენიერითა და მოკრძალებით, მოხიბლულ პოეზიის დედოფალს, ერთმანეთზე ლამაზი ლექსები მიუძღვნია სიცოცხლისა და ხალისის მაუწყებელი ყვავილისთვის, რომელიც საზეიმო და უტკბილეს მელოდია და უჟღერებია გენიალურ ვაჟადურგლში. თათაშვილი წები არის მირბაშვილი სერებია არალე არ ჩუჩულებს ელიანი გული შეუჯერებია არალე აფონია მობიბინე იგზიანი დევრებია რადუსლება გულილებს გელა გადამტერებია რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. იმ დღეს ისიც ჩვენთან ერთად ისვენებდა. თავისი უფროსი დის სტუმარი იყო. მოულოდნელად ჩვენი ყურადღება საოცარმა ნათელმა მიიღო. ნათელ თათაწვერებს რომ ეფინებოდა. მთვარი ამოდიოდა. სავსე ბადრი მთვარი. ბავშვები მოჭედუებულებებით უმზედა. ყურადღება გაგეფნეთ. მამიდა მიგვიწევს. შვენიერია არა? კითხა და მეორე დღისთვის ყოველივე ამის აღწერა. დილისთვის ორსტროფიანი ლექსი მზად ჰქონდა. ლექს რა თქმა უნდა ბადრი მთვარე დავარქვი. მამიდა დიდად გაიხარა. ლექსი მომიწონა. შინაურებსაც წაუკითხა. სიხარულით მეცხრეცაზე ვიყავი, რომ დავალების შესრულება შევძელი და მამიდას ვასიამოვნე. ლექსი მე ჩვენი სკოლის კედლის გაზეთშიც მოხვდა. ეს გახდა ჩემი პირველი ლექსის პირველი პუბლიკაცია. მას შემდეგ არსად არაფერი გამომიქვეყნებია. ქუთაისის საცდელ სანიმუშო სკოლაში ვსწავლობდი. მეხუთე კლასში ვიყავი. 11 წლის. იდგა 1935 წელი. ასე რომ ლიტერატურაში ანა კალანდაძის გზის დამლოცველი მამიდა ფოცია გახდა, რომელიც ნაკოზე ძალიან ფრთხილად მიუთითებდა, რათა მისი ბავშვური თავმოყრება არ შეერახა. მან ძალიან კარგად იცოდა დამწყებითათვის შექებისა და წახალისების ფასი. არ ჩემს არა. მას შემდეგ
რაც მიიწურა სტუდენტებმა. მამიდას თხოვნით ლექსები დიმიტრი ბენაშვილს გაუგზავნეს, რასაც მოყვა ის, რომ 1946 წლის 25 მაისს ლექსების პოეზიის სექცია მოაწყო ანას ლექსების კითხვა. რამდენიმე დღის შემდეგ პრესა იუწყებოდა. კითხვა, როგორც წესი, პოეტების ვიწრო წრეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ახალგაზრდა პოეტს ფართო აუდიტორიის წინაშე მოუხდა გამოსვლაო. ეს გამოიწვია იმან, რომ მისი ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა გამოქვეყნებამდე. თავისი პოეტური სიტყვით ანა კალანდაძემ მშვენიერების ტრფიანია. მის პოეზიაში არ არსებობს უსულო საგანი. ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი მოქმედებს. თავისუფლების მოძრაობის უძლეველობას დაუმონებია. წვიმა, ფოთლები, ღრუბლები, დიდებული მზე, რომელიც ფეხის წვერებზეა შემდგარი. მათ გადაიარეს ცა, პირამიდების, ხეთა და მიდია, ზღაპრული, ურარტული, ქართული მინდვრები, კვლავსაით მიდიან, რამდენი წვერვალი გადავლეს უკლებლი, კვლავ ფეხქვეშ რაოდენ, წვერვალებს ითვლიან ღრუბლები, კვლავსაით მიდიან ღრუბლები, არ ვიცი, მიდიან. ატირდნენ მთები და ლამის მეც ავტირდე. ნაძვები დაღონდნენ, მეც ვონდები. მოსწრენ და გაფრინდნენ, ფოთლები. ხეთხელი აყაპრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ უჩვეულო ყვნესით და გოდებით. მოსწრენ და გაფრინდნენ, ფოთლები. ზემ აიწია ფეხის წვერებზე, ზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი როგორც ერეკლე, ხმარ შემართული ნარის ციხესთან, ღრუბლები როკვით დაიძნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ თათა, ასეთი დარითულ ყომაში, ოდეს თბილისი აიკლეს პარსლი. როცა ნამი ან ველზე გავივლი, ნამი ბალღივით მართობს მახარებს, ქარო მოიტატმის ყვავილი, ქარო ფოთლებით შემომაყარე და როგორც გიჟი თმა წეწილი მოლი ხარხარებს, ხეთ სანკაული მოიხსნეს შიშით და ხელუყუღმა შემომაყარეს და მეც გავგიჟდი, მე კი არა გული ხარხარებს და შენ ქუჩაში რომ გაიარო, ფოთლები წაღმა შემომაყარე. 50-იან წლებში დაწერილ შედევრებს შორის გამორჩეულია სატრფიალო თემაზე დაწერილი სიმბოლურ ალეგორიული ხასიათის ლექსი, როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია, რომელიც მიგვანიშნებს თუ რაოდენ ძნელია საყვარელ არსებასთან დაშორება. მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში აფხაზეთი დავკარგეთ, ამ ლექსის და ლექსზე დაწერილი სიმღერის ადრესატი მაგნოლია ასოცირდება დაკარგულ აფხაზეთთან.
ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა, ქვაფში ჩურჩულით გადაიწეს, პირჯვარს მოძღვარი. ჩვენი ისტორია დიდარია ზნემაღალი მოღვაწეებით, რომელთა მეოხებითა და ღვაწლით ცხოვრობთ დღესაც და სულდგმულობთ, მაგრამ განსაკუთრებული მოკრძალებით ჩერდებით, მაინც აღმაშენებელთან, რომელმაც ერთად მოუყარა თავი ქართველობას, იგონებს ანა კალანდაძე. ფეხი დამატკით, გულზე დამატკით, ფეხი ყოველმან წყალობა ჰყავით, საქართველოს ყოვლის მყრობელმან ვისურვე დავით, ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი, ყურძნის მტევნებით, ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები, ღირს მსახურებდი ქართულ მიწაწყალს, რაი გადარდებს, გასწია იგი მიკოფსიიდან დარუბანდამო, თუ ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით, თუ ცოდვილი ხარ მაშინ მეფეო რაღა ხნან ცოდვილთ, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა, ფეხი დამადგით გულზე, დამადგით ფეხი ყოველთა. აკაციის ტევრი, წნელი სუსტი ღობე, ქოდ მოხდილი ქვევრი ღვინიანი კოპე, აქ მზით დამწვალ ხელში ღვინიანი ჭიქა, იქ ცარიერ ქვევში დამწყდეული ჭინკა, პაპის მონაცემი, მარად საოცნებო, კარ მიდამო ჩემი დამილოცეთ ძმებო, აკაციის ტევრი, წნელი სუსტი ღობე, ღვინიანი ქვევრი, ღვინიანი კოპე. და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს, ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყებდა თოლია, იდგა ბერმუხა ღამის მთევარი, თოლში ნაბდითა, დილით მისდევდა სერზე მწევარი, ნაკლევს ნადირთა, ქარით ვრებოდა ღვინით ნაკებით, გრძნეულ მარანთან, შემოდიოდა ჩიჩილაკებით, ჩვენში კალადა.
ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირი ვარ, ქარი ჩამბერავს, აუმღერდები, მე ხომ სტვირი ვარ, ქარში გაზრდილი, უგუნურთა მოჭრილი მერე, ხმით საამურთ მყრობ გულთა, გუმღერი ველებს, ატირებული მფლობელი ვარ, შენი გულისას, იალაღებით მობერილ ვარ, სიყვარულისას, მხოლოდ შენს გულში მიპოვნია ვანი სულისა, მაგრამ დახედეთ განჩინებას, ამას სოფლისას, მეტყვი სცდებიო, პატარა ქალო, შთამბერე ქარო, ნახო ძალა ჩემი გრძნობისა. ტოლერანტი ქართველი ერისთვის, მოპასის სიყვარულს, შემწყნარებობას, სხვის ერთმანეთის პატივისცემას დიდი ტრადიცია აქვს. ეს სიყვარულია გამოხატული ვარდებით მოვაჭრე იეზიდი გოგონას მიმართ. ლექსსა და სიმღერაში არავე ხარს. ხარკუჩის განაპირას, ხარკუჩის განაპირას ვარდებს ვიდი, მორცხვი ხარ და როგორ შვენის ყდება დიდი. ხარკუჩის განაპირას ვარდებს ვიდი, ქვიშავ თვალავარავი ხარ, იეზიდი, 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 კაბაში შეხდი ბაირას, კაბაში შეხდი ბაირას, ოუთვალავი რაღაც სულები, კერძებ წინავე ვერცხლის ფულები, ოუთვალავი რაღაც სულები, კერძებ წინავე ვერცხლის ფულები, ნაირ ნაირი სამკაულები. თათრის გოგონა გაუკარი შენი დაირა, წელი ლამაზი შეარხიე ვერცხლის ნაირა, წითელ კაბაში კაბაში შეხდი ბაირას, წითელ კაბაში შეხდი ბაირას, შეხდი ბაირას, შეხდი ბაირას. ლექსების გამოქვეყნებიან ორი თვის დავიწყე. კრიტიკის გარეგალში მოვხვდი. უიდეო და აპოლიტიკური ნაწარმოებებით. ამის გამო ჩემი პირველი წიგნი მხოლოდ 1953 წელს 7 წლის დაგვიანებით გამოვიდა.
წიგნში ბევრი ლექსი არ შესულა და რაც გამოქვეყნდა, იმათაც დიდი ცვლილებები განიცადეს. დიდი გულის ტკენით იგონებს. ანა კალანდაძე. ზემოთხსენებული ნოსტალგიის გამო დაუწერია შემდეგი ლექსი. არ კნესის, არ მოთქვამს, გული ქათქცეული, მარტო გამზღაპული, აღმართი ძლიერდა, მაგრამ აღმართებით ისე ვარ ძლეული, ვითარცა ლერწამი, ქართაგან ძლიერ. შეუძლებელია ანა კალანდაძის შესახებ ვსაუბრობდეთ და არ გავიხსენებთ ნოდარ დუმბაძის მოგონებები. ერთი პატარა ჩანახატი ანას შესახებ. გაგიკვირდებათ და პირველი სიტყვა, რომელიც ანას მიმართ გავიგონე, ბოროტი და გამჭირდავი იყო. უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ვიღაცას გაზეთი ლიტერატურა და ხელოვნება გადაეშალა და მეორეს უკითხავთ. ნახერას წერს ყაყაჩოსა, ვინო სალხი? შენ ყაყაჩოს ვინო თუ გაგიგიაო? არა, არ გამიგია და კვდებოდა სიცივით. 1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველში. გაზეთი არ ჰქონდა. შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში. გაზეთი არ ჰქონდა. მივედექი კიოსკს. გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი ლიტერატურა და ხელოვნება გაწყდა. ჩათვლა ჰქონდა ეკონომისტებს, ფულსა და კრედიტში. 27 კაცი ველოდით ლექტორს, როდესაც კარი შეიღო. პროფესორი ნიკოლოზ ხოიავა შემოვიდა. მაგიდეს მიუჩნდა. ერთხელ ჩუმადიში და შემდეგ დაფასთან დამიძახა. გაზეთი ლიტერატურა და ხელოვნება მომაწოდა და მითხრა: დუმბაძე ჩიტაი, ვსულუხ ჩიტაი. და რა ქალი, ხელის გულზე სატარები, რა თვალები ელვის ცეცხლის დამჭერი, ბოშაქალი, ვასკოლავების სადარები, შეხედეს და შეუკუთხეს გამჩენი, მე ზღვაურებს გამომწვევად გვერდს აულის, ეტყვიან და ისიც ეტყვის ურიგოს, ხელგაშლილი გადუდგება მე ზღვაური, ხოლოდ ერთი მაკოცეო სულიკო, ეს პაწია სიყვარულის dostakari, განადადობს თვალებს ცრემლით იოსებს, ხიარული, ფეხშიშველი ბოშაქალი, სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე. რომ დავამთავრე, არავის უკითხავ შეიძლება თუ არა, ქალის ხელის გულზე დადება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისთვის გამჩენი შეკურთხება, სანაპიროზე ფეხშიშველა სირბილი და სტვენა და სხვა ამგვარი. ყველა მე შემომცქერება, მე კი ყველას. ასეთი საყოველთაო განსუფლება და დუმილი ჯერ არ მინახავს. ანიკოშს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი დაკიცა, ჯიბეში ჩაიგდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველა მიიღო. პოეზიის დედოფალს ყოველივე ქართული დიდი სიყვარული და აღანთები და ამ სიყვარულში შავსა და პოეზიის არწივს ვაჟას რჩეული ადგილი უჭირ. წვიმით ჩარეცხლი ძველ კედლებს, შატის ავხედე განთია, არღუნის ორთავ ნაპირზე ორსას სწავლი ანთია, გაღმა ბებერი შატიკი, გოროზე დაიზიდება, აქეთ მიწურის კედელზე, სხვასას სწავლი ინთება, ცარცით წერია უბრალო, პოეზიასო დიდება. მე ვნახე შენი ლამაზი ფშავი, ბუმბერაშდები და მე ვნახე შენი ფშაველი კაფიობს კბილი ენითა, მოშხულის ფშავი სარაგვი არ დაიღლება დენითა, ხასხასებს ლურჯი ბალახი გულს რო იფენი ხელითა, ქუჩიციხე გორ შემოხვდა ეა მაყება შენითა, ჭაფნაგის გორთან გადმოდგნენ ღვიები ქალამნიანი, თავ ბუმბერაზო მიიღე ჩემ სალამი გვიანი. უზენაესი, რაც უსასხლოდ უყვარდა, მოსწონდა, სიამაყით აღავსებდა, სამშობლო იყო და ასე ეფერებოდა მას. შენ ისე ღრმა ხარ, ქართლოცაო, შენ ისე ღრმა ხარ, სამკვიდრო შენს ქვეშ ტრად შემოსულმა ვერავინ ნახა, ვერცა ოსმალო, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა, შენი დიდების მომღერალია, ოშკი და ზარზმა, ბებერიტაო, შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულოცა შენს ლურჯ მწვერვალებს თოვლი რომ ფარავს თერგს და დარიას ჩემო ქვეყანა დიდება მარად მრავალჟამიე შენს შმაგ ჩანჩქერებს თებიდან ბარად რომ იჩქარიან ჩემო ქვეყანავ დიდება მარად მრავალჟამიე შენს მამაც გმირებს გზას საომარი ხნედ რომ გალიეს ჩემო ქვეყანავ დიდება მარად მრავალჟამიე თავისუფლების შრომის და ბრძოლის ძლიერ არმიებს ჩემო ქვეყანა დიდება მარად მრავალჟამიე რიას და ჭოროს ყორსა და არავს ზიან თუ არიან ახალი შენებლებს დიდება მარად მრავალჟამიე მოეფონება შრიალი ხეთა მიწას გვარვიანს მშვიდობა მარად მშვიდობა შენ და მრავალჟამიე ზურგს თუ ფრონტზე გზა საომარი ძლევით გალიო ჩემო სამშობლო დიდება შენ და მრავალჟამიე ო მადლსა შენსა ცალ ქართლისას ყველავინ დებურად ჩვენთვის ეხმიო შიგნით თუ გარეთ გაღმა გამოღმა თავს ყმაწვილების ჯარი გვეხვიოს სიზმრად კი არა ჩემო მეუფე სიზმრად კი არა ცხადა გვეხვიოს დედას ქართლისას ჩვენი მიწისთვის ხე დახუნძული ისევ ერხიოს ერთი უბრალო შენიშვნაზე იმ წუთას მზად იყვნენ გაესწორებინათ. მადლობა მათ ამ საყვარელ თვალხატულა გოგობიჭებს თავის არაჩვეულებრივ მასწავლებლებთან ერთად. რა თქმა უნდა ჩვენს მომღერალ გოგონებს, რომლებმაც დღევანდლამდე ასე მოიტანეს და რაც მთავარია, რომლითაც უნდა დამეწყო იმ დირექციას, რომელმაც ხედავდა რომ ქართულის ნაცვლად ვიმეორებდით თორე ასე არ მოვიდოდა ეს თქვენამდე.
უღრმესი მადლობა მათ. ძალიან დიდი საღამო, 100 წლის იუბილე, საუკუნოვანი მართლაც პოეზიის დედოფალი, რომლის შემოქმედებაც სკოლაში რა თქმა უნდა სხვადასხვა კლასშია, მაგრამ ასე ერთად თავმოყრილი, ასე გალამაზებული. ჩვენი მოსწავლეების მიერ ნანი მასწავლებლის და უღალავი შრომის შედეგია. მადლობა თქვენ ყველას და მადლობა მინდა აგროგონებს სიამოვნებისთვის, რომ ანა კალანდაძის ლექსების სიმღერებად აქციეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. რა თქმა უნდა, მადლობა ნანა მასწავლებელს, კლასის ხელმძღვანელს, ნინო მასწავლებელს, რომელიც მხარში ედგა ლანა გოგონიჩებს. ალბათ ეს ემოციები თვითონაც დიდხანს გააყვება, თვითონაც დიდხანს ემახსოვრება ის ლექსები, ხელი შემოქმედება, რომელიც ულამაზეს შემოქმედება დარჩა ჩვენი პოეზიის დედოფლისაგან, ანა კალანდაძისგან. მადლობა თქვენ მოგზაურებისთვის და ნიგა მასწავლებელსაც კი ნიგა მასწავლებელი არ გამოიჩენს. მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ არაჩვეულებრივი უკვე საღამოსათვის ამ დეკემბრის სუსხე აქ არიან და ცივამილში ძალიან სასიამოვნო საიუბილეო საღამო გამოგივიდათ ჩემო კარგი. ძალიან კარგია ისეთი მიგნებები, რომელსაც სკოლაში ვახორციელებთ ხოლმე და აკეთებთ ზოგადად, როცა ბავშვები გაგვაცნობენ ხოლმე მასწავლებლებს, ან შეგვახსენებენ ხოლმე დიდი ქართველების შემოქმედებას და ბიოგრაფიას. ის რაც ჩვენგან უნდა ისწავლოთ, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე და არც თუ იშვიათად, რომ თქვენგანაც შეჯამებული ფორმით მოვისმენთ ხოლმე და ეს ძალიან კარგი. ესე იგი, დერეფანში სირბილის და თამაშის გარდა კიდევ აკადემიური ქცევები და ასეთი სასიამოვნო საღამოების ჩატარებაც შეგძლებიათ. ეს ძალიან დიდი რამის დასაწყისია. ნანი მასწავლებელო, უღრმესი მადლობა ყველაფერ ამისათვის, ამ ბავშვებმა უკვე სცენის წვერი ჩამოაყენეს და თქვენს ხელში არიან მოქცეულები და აქედან გამომდინარე ბევრი ღონისძიებები იქნება ასეთი. მადლობა არაჩვეულებრივ გოგონებს, ჯერ ალამაზები ხართ, მე როგორი სასიამოვნო ის ბავშვური უწყვეტობა, ის ხმაშისა, რომელიც ასე სასიამოვნო ხდის ამ ყველაფერს, მასწავლებლებს კიდევ. აი ესე გუნდურად, აი ესე შეხმატკილებულად როგორ დაშალეთ ეს ყველაფერი და აღმოაჩინეთ საზოგადოების წინაშე. არ შემიძლია არავითრო ასეთი რა. აღმასავლეთელ მხოლოდ ქართულ შეუძლია და პოეზიას, რომ მათემატიკოსებიც ასე გულმხურვალედ იყვნენ ჩართული პოეზიაში. დიდი მადლობა მშობლებს, მასწავლებლებს, რომლებიც მოგბრძანდით, კიდევ რამდენიმე წუთი გვაჩუქეთ თქვენი ყურადღების გამახვილებით ჩვენ სკოლას. თავიცი, ამით ჩვენ ძალიან დიდ სტიმულს ვიღებთ ხოლმე და ჩვენც უკავშირს დავაბრუნებთ იმ სასკოლო ღონისძიებებითა და ქმედებებით, რომელიც აგერ ნახეთ. ასეთი ბევრი და ბევრი ყოფილიყოს თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის შემოქმედებასა და საქმიანობაში. უღრმესი მადლობა. ბავშვები, გელოდებით, საინტერესო ისტორიული თარიღები და იუბილეები.